რუსული ბიზნესი ასუსტებს ან პირდაპირ ყლაპავს ქართულს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 10,000-ობით რუსი გადმოსახლდა. ეს ამბავი ხან ტურიზმის, ხანაც ეკონომიკის აყვავებად შემოგვასაღეს, რაც ტყუილია. რას აკეთებენ რუსები? ხსნიან კაფეებს, რესტორნებს, ბარებს. რეგისტრირდებიან ინდივიდუალურ მეწარმეებად და ხაზინაში მინიმალური გადასახადი შეაქვთ. მაგალითად, 2022-24 წლებში 20,000-ზე მეტი რუსი გახდა ინდ მეწარმე. მათ ბიუჯეტში 20%-ის ნაცვლად მხოლოდ 1 ან 3%-ის გადახდა ევალებათ. ამავე წლებში დარეგისტრირდეს 328 რუსული კომპანიაც. ამ ამბით ჩვენ ვერ ვხეირობთ, რადგან რუსები ერთმანეთს აძლიერებენ. დიდად მათ არც ქართველი თანამშრომელი სჭირდებათ, არც მომხმარებელი და არც სახელმწიფო ენაზე ლაპარაკით იწუხებენ თავს.